სინდისის პატიმრები უკვე გადმოიყვანეს საქალაქო სასამართლოში. ისინი ელოდებიან სასამართლო პროცესის დასწრებას. თქვენ ხედავთ ჩემს ზურგს უკან ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ აქ სწორედ იმისთვის, რომ დაესწრონ დღევანდელ ხმაურიან სასამართლო პროცესს. დღეს აკვეთი ღონისძიება უნდა გადასინჯოს მოსამართლემ, რადგან 5 მაისს გადის სწორედ აკვეთი ღონისძიების გადასინჯვის ვადა. შესაბამისად უნდა იმსჯელოს მოსამართლემ, გაუშვებს თუ არა ციხიდან 11 სინდისის პატიმარს, როგორც აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, არანაირი საფუძველი სამართლებრივი არ არსებობს, რომ ციხეში იყვნენ ბრალდებულები, რადგან პროკურატურის არგუმენტები, რომ მტკიცებულებებზე შესაძლოა გავლენა მოეხდინათ სწორედ ბრალდებულებს, მოწმეებზე გავლენა მოეხდინათ, გაენადგურებინათ ის მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც არსებობდა, ყველა ეს ეტაპი უკვე გაიარა ბრალდების მხარემ, შესაბამისად არ არსებობს არანაირი საფუძველი ადვოკატების შეფასებით, რომ პატიმრობაში დარჩნენ ახლა ბრალდებულები. დღეს გირაოს შუამდგომობით მიმართავენ ადვოკატთა ნაწილი სწორედ მოსამართლეს და საინტერესო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სხვათა შორის დიდი მოლოდინი ოჯახის წევრებს არ აქვთ, რომ დღეს ციხის კარს გაუღებენ ბრალდებულებს სინდისის პატიმრებს, თუმცა ყველა მათგანი, ყველა ის ადამიანი, ვინც აქ არის მოსული, ფიქრობს, რომ თავისუფლება და პატიოსნება გისოსებში არ უნდა იყოს გამოკეტილი, ამიტომ სულ მცირე იმედს მაინც იტოვებენ, რომ შესაძლოა სასამართლომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. იმედით ახსავსე არ ვარ, რომ პატიმრებას შეუჩერებენ, იმიტომ რომ გვაქვს უკვე დასრულებული პროცესების მაგალითი. წინა პროცესებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სრულ მოწმე დაფიქსირდა და ალბათ შესაძლებელია აქაც იგივე განმეორდეს. ველოდები მოწმეების დაკითხვას, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არაფერზე არ აქვს, ბიჭებს ვერ ადებენ ხელს ვერც ერთი, უბრალოდ ზოგადი ბრალდებები მიდის მათ წინააღმდეგ. დღეს ველოდები ნამდვილად მინდა რომ ჩატარდეს სასამართლო, იმიტომ ძალიან დიდი ხანია ველოდებით არსებითი განხილვის დაწყებას და იმედი მაქვს ხალხიც გაიგებს რა აბსურდთან აქვს, რა აბსურდიც ხდება ჩვენს თავს. ამ თავრობის არაფერი იმედი არ მაქვს და სამართლიანობა უნდა მოვიპოვოთ ჩვენ და ეს ჩვენმა ბრძოლამ, ვინც ვიბრძვით და ვინც სამართლის მხარეს ვდგობთ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს სამართლიანობა და ქვეყანა უნდა წავიყვანოთ და ვაშენოთ სამართლით და თუ ამათ იმედი მე არავის არა. ვიღაცა შეიძლება ვერ აკეთებს რაღაცას, ვიღაცა დავალებულია, ვიღაცა შანტაჟის ქვეშ არის და ვიღაც თავისუფალია და მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად იმათაც უნდათ იმსეთ საქართველოში ცხოვრება, როგორშიც ჩვენ გვინდა სამართლებრივში. მაქვს სამყაროს კანონზომიერების იმედი და იმის იმედი, რომ სიმართლე და თავისუფლება არ შეიძლება გისოსებს მიღმა იყოს და დღეს თუ არა ხვალ და რაღაც მომენტში აუცილებლად დავიხსნით ჩვენ ამ ადამიანებს და აუცილებლად დაიხსნის სამყარო და აუცილებლად გაიმარჯვებს თავისუფლება და სიკეთე აი ამ ბოროტებაზე და ტყუილზე, რასაც ესენი ცდილობენ რომ დააკანონონ. საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში ტარდება სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი. სწორედ ამ წუთებში გახსნეს სასამართლოს ხდომათა დარბაზის კარი და თქვენ ხედავთ კაცშიც, რომ დამწრეს საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა შევიდეს დარბაზში და რამდენიმე წუთში ისინი ნახავენ სწორედ სინდისის პატიმრებს. დღეს სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვები უნდა თქვან დაცვის მხარის წარმომადგენლებმა. აქ ერთი საყურადღებო მომენტი არის გასულ პროცესზე ბრალდების მხარების სიტყვა ორგანიზებული საერთოდ გააქვს, რომ შესავალი სიტყვიდან არადა საზოგადოებას კარგად აქვს ინფორმაცია, რომ 11-ვე სინდისის პატიმარს ორგანიზებულ ძალადობას ედავებიან. შესაბამისად დაცვის მხარე დღეს ძალიან ბევრს ისაუბრებს, რომ არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ქონია და ადამიანები, რომლებიც ახლა განსასჯელის სკამზე შედან ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ და გარდა ამისა კიდევ არაერთი არგუმენტი აქვს, მათ შორის ისიც, რომ ყველა ბრალდებული, რომელიც ახლა განსასჯელის სკამზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას არის დაკავებული. პირველ რიგში ყურადღება უნდა გამოვახვილოთ იმაზე, რომ პერიოდი არის გასული, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება უკვე არის დასრულებული. აქედან გამომდინარე, იმას, რასაც სამწუხაროდ იყენებს პროკურატურა და სასამართლო, რომ თითქოს დაცვის მხარე არ წარმოადგენს რაიმე სახის ახალ გარემოებას, რის გამოდაც უნდა შეიცვალოს აკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული უკიდურესი ფორმა, ასე შემთხვევაში სასამართლომაც და პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მათ უნდა წარმოადგინონ ახალი გარემოება, რომლის გამოდაც ეს უკიდურესი ფორმა პატიმრობა უნდა გადაგრძელდეს. ლავირების საშუალებას
მოიცემს და გირაოს სახით მაინც რა რაოდენობის თანხაც უნდა განსაზღვროს სასამართლო. ექსპერტიზა არ არის წარმოქმნილი ამისი არც ერთი მობილური ტელეფონიდან, არ არის ანძის სამონაწერები, რომ მათ კომუნიკაცია ქონათ ერთმანეთთან და არ არის სხვა კომპიუტერული ინფორმაცია, მაშინ ჩვენ ვთვლით, რომ ამ მოცემულობით უკვე აღარ არსებობს ის მომეტებული საფრთხე, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა აქამდე სასამართლოს ხომებზე, ამიტომ ჩვენ გვექნება ლოგიკურად შუამდგომობა, რომ დაუყოვნებლივ შეიცვალოს გამოყენებული ახლოსვენსება პატიმრობა გირაოთი. ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში ის, რაც ძირითადი ხაზი გასდევს 225 მუხს საერთოდ არ აღნიშნა. ვერც აღნიშნავს გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცებულებები არ აქვს სათანადო წარმოდგენილი და ამას ერთობლივად დავინახავთ, როცა გამოკლევის ეტაპზე გადავალ. ველოდებით იმას, რომ მოსამართლე გადასინჯავს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას. რაც შეეხება მოლოდინები, გაგიკვირდება თუ არ გაგიკვირდება თუ ვიტყვი, რომ არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები პატიმრობასთან დაკავშირებით, როგორ დაუსაბუთებლად აქამდე არიან 11-ვე პირი პატიმრობაში, ვფიქრობ, რომ დღესაც დატოვებს მოსამართლე პატიმრობაში. მოსამართლე ნინო გაუსტაშვილმა უნდა გადაწყვიტოს აღკვეთ ღონისძიება შეუცვლის თუ არა 11 სინდისის პატიმარს. სწორედ რამდენიმე წუთში გაიხსნება სხდომა და ეს იქნება პირველი საკითხი, რაზეც მოუწევს მოსამართლეს მსჯელობას. სხვათა შორის ეს ის მოსამართლეა, რომელსაც ჯერ ცივილური სამყაროსგან სანქცია არ აქვს შესაბამისად წინა სასამართლო პროცესზე, როდესაც მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებს შეუშვებდა თუ არა სხდომათა დარბაზში. სწორედ ამას ახსენებდნენ დაცვის მხარის წარმომადგენლები, ადვოკატები, რომ ის არ იყო სანქცირებული, ცივილური სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა სწორედ ამ სასამართლო სხდომებს და მას უნდა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება და სამართლიანი. სულ ცოტა ხანში დაიწყება სასამართლო პროცესი და მოსამართლის გადაწყვეტილება შესაბამისად ცოტა ხანში გახდება ცნობილი, გაუღებს თუ არა სინდისის პატიმრებს ციხის კარს და ის მათ შეუცვლის თუ არა აღკვეთ ღონისძიებას.